მინდა გამოვეხმაურო ხერხემლის ტკივილის დროს ხერხემლის პარავერტებრალურად გაკეთებულ ბლოკადებს ჰორმონალური პრეპარატის გამოყენებით. რა დროს ვიყენებთ ამ ინექციებს? დავიწყოთ იმით, რომ ჰორმონალური პრეპარატს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო ტკივილგამოყუჩებელი ეფექტი, მაგრამ მისი ხშირი გამოყენება ინექციის სახით აზიანებს ძვლის სიძლიერეს, ანუ აღარიბებს მინერალური ნივთიერებებისაგან ხერხემლის მალას. მისი გამოყენება არ არის მიზანშეწონილი ხერხემლის მართაშორისი დისკის თიაქრის წვავე სტადიაში და ახალგაზრდებში, რამე თუ ხელს უშლის რეგენერაციის პროცესს. მისი გამოყენება შეიძლება მოხუცებულებში, მაგრამ ხშირად არა. ის გამოიყენება, როდესაც არის ძლიერი ტკივილები ხერხემლის ქრონიკული დეგენერაციული ცვლილებებისას, რადგანაც სხვა მედიკამენტოზური საშუალებები შედეგს არ დებს. მას ვაკეთებთ 10 დღეში ერთჯერ, მაქსიმუმ 2 ან 3 ინექციას.